თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროები. ადამიანის ტვინის კარგად განვითარებული ნახევარსფეროები შუა და შუამდებარე ტვინს ფარავს. გამოყოფენ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროს. დიდი ნახევარსფეროების ზედაპირი 5 მმ-იანი ქერქი რუხი ნივთიერებისგან არის წარმოქმნილი. ის ნეირონების, სხეულებისა და დენდრიტებისაგან შედგება. ქერქის ქვეშ მოთავსებულია თეთრი ნივთიერება, რომელიც აქსონთა ერთობლიობას წარმოადგენს. სისქეში განლაგებულია ქერქქვეშა ბირთვები. რომლის ქერქში ნეირონების სხეულებია მოთავსებული, თეთრ ნივთიერებაში კი მისგან გამომავალი მორჩები, რომელიც ქერქის უჯრედებს ტვინის სხვა ნაწილებთან აკავშირებს. ნახევარსფეროების ზედაპირი დანაოჭებულია. ღარები და ხვეულები საშუალოდ 2000-2500 კვადრატულ სანტიმეტრამდე ადიდებს ქერქის ფართობს. ამ ფართობის 2/3-ზე მეტი ჩამალულია ღარებში. ქერქში 14 მილიარდამდე ნეირონია. ყოველი ნახევარსფერო ღრმა ღარებით დაყოფილია წილებად. შუბლის წილად, თხემის წილი, კეფის წილი და საფეთქლის წილი. შუბლი, თხემი, კეფა და საფეთქელი. ყველაზე ღრმა ღარია ცენტრალური ღარი, რომელიც შუბლის წილს თხემის წილისაგან გამოყოფს. ეს არის ცენტრალური ღარი. ასევე ღრმა ღარია გვერდითი ღარი, რომელიც საფეთქლის წილს შემოსაზღვრავს. გვერდითი ღარი. დიდი ნახევარსფეროების ქერქის ფუნქცია მეტად რთული და მრავალფეროვანია. ქერქში ასხვავებენ გრძნობელობით, ანუ სენსორულ და მამოძრავებელ, ანუ მოტორულ ზონებს. გრძნობელობით ზონებში აღწევს იმპულსები გრძნობათა ორგანოებიდან, კუნთებიდან, მყესებიდან. გრძნობელობითი ზონის ნეირონების აგზნების დროს ვითარდება შეგრძნებები. გრძნობათა ორგანოებს ქერქის განსაკუთრებული ზონა შეესაბამება. მაგალითად, კეფის ზონა. ქერქის კეფის წილში მოთავსებულია მხედველობის ზონა. მის დაზიანებას თანსდებს მხედველობის უნარის დაკარგვა. ნორმალური მხედველობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქერქის ეს ნაწილი დაზიანებული არ არის. საფეთქლის წილში
მოთავსებულია სმენის ზონა. თუ იგი დაზიანდა, ადამიანი ვეღარ გაარჩევს ბგერებს და ეკარგება მას სმენის უნარი. ცენტრალური ღარის უკან ცენტრალური ღარი ქონდა მოთავსებული შუბლის წილსა და თხემის წილს შორის. ცენტრალური ღარის უკან კანკუნთის მგრძნობელობის ზონაა. რომელიც ინფორმაციას კანის რეცეპტორებიდან ღებულობს. ცენტრალური ღარის უკან ქერქის სხვადასხვა უბანში მოთავსებულია აგრეთვე ყნოსვისა და გემოვნების ზონები. ცენტრალური ღარის წინ ქერქის მამოძრავებელი ზონაა. ამ ზონის ნეირონების აგზნება უზრუნველყოფს ადამიანის ნებით მოძრაობებს. მეცნიერებმა ქერქში მეტყველების ზონაც აღმოაჩინეს, რაც ადამიანს ცხოველებისაგან განასხვავებს. ეს ზონა პარიზელმა ექიმმა პოლ ბროკამ შემთხვევით აღმოაჩინა. მას ყავდა პაციენტი, რომელსაც ყველაფერი ესმოდა, მაგრამ კითხვებზე პასუხს გაურკვეველი ბგერების წარმოთქმით იძლეოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ მას დაზიანებული ჰქონდა მარცხენა ნახევარსფეროს შუბლის წილი და ტვინის ამ უბანს ბროკას ცენტრი უწოდეს. ბროკას ცენტრი. მოგვიანებით გერმანელმა ფსიქიატრმა კარლ ვერნიკემ მარცხენა ნახევარსფეროს საფეთქლის წილში აღმოაჩინა კიდევ ერთი ცენტრი, რომელიც მეტყველებაში იღებს მონაწილეობას. მას ვერნიკეს ცენტრი უწოდეს. ვერნიკეს ცენტრი. ორივე მონაწილეობას ღებულობს ბროკას ცენტრიც და ვერნიკეს ცენტრიც მეტყველებაში. ქერქი ფუნქციონირებს როგორც ერთი მთლიანობა. ისეთი ფუნქციები, როგორიც ამეხსიერება, მეტყველება, აზროვნება და გონივრული ქცევა, დიდი ნახევარსფეროების ქერქის ფუნქციებია.